მერწყულო, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაზე მერწყულო. ჩვენ დაუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვა, ამიტომ გთხოვ, აიღო ის, რაც შენ სიტუაციასთან რეზონირებს და გეხება, ხოლო დანარჩენი გაუშვა. აქ და გავიწყე შენი მთვარის ნიშნისა და ასცენდენტის ნახვა, რადგან ისინი გვიჩვენებს რაღაც მეც, ვიდრე შესაძლოა იყოს. შენს კითხვას დავიწყებ ენერგიის ორაკულით. ეს არის ძლიერი ორაკული, რომელიც გვათავსებს შენ საწყო მომენტში იმის მიხედვით, თუ როგორ უნდა მიიღოს სიგნალი შენი მეგზურებისგან ან მასწავლებლებისგან. მას ასე, არც მეტი და არც ნაკლები, ეს არის მთავარანგელოზი გაბრიელი. მთავარანგელოზი გაბრიელი არის კომუნიკაციის ანგელოზი, რომელიც გვეხმარება სიტყვებთან მიმართებაში. ფაქტობრივად ის განაგებს ყელის ჩაკრას, აი ამას, რომელიც აქ მდებარეობს. რისი თქმაც მთავარანგელოზ გაბრიელს სურს არის ის, რომ შენ ახლოს ხარ იმასთან, რაც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რა? იმასთან, რომ შენ თვით გამოხატვის გზით გახდე მაცლე და თქვა შენი სიმართლე, ისევე როგორც მიიღო სხვა ადამიანისგან მისი სიმართლე. ეს ყოველივე გარკვეულობა შეიტანს საკითხში, რაღაც მხრივ მოიტანს განცხადებას და ამ განცხადების საშუალებით მოგცემს იმას, რაც ასევე შეიძლება იყოს. ის რისი თქმაც სხვა ადამიანს სურს იმასთან დაკავშირებით თუ რას გრძნობს, არა? ეს ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს. ასევე შეიძლება იყოს, რომ შენ გესმოდეს, რომ რაღაც ისე ლაგდება, რომ თავისუფლად იგრძნო თავი გამოხატვისთვის, რაღაც ის სათქმელად ან გამოხატო შენი თავი ყველა მხრივ, არა? ფიქრობ, შენ გრძნობ, რომ გარკვეული ბლოკები, რომლებიც დღემდე თან გდებდა, ასევე ქრება. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მოახლოებულია რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უკავშირდება შენს პროექტს, სადაც კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, ან ასევე უფრო მეტი კომუნიკაციის მომენტი შენ სამუშაო გუნდთან, შენს ინტერესის სფეროში მყოფ ადამიანთან, შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან, რაც არ უნდა იყოს ის, რასაც შენ აქ გააკეთებ. ამ ყველაფრის ძრავა დაკავშირებულია ნამდვილ კომუნიკაციასთან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საკუთარ თავზე საუბარს, ისევე როგორც სხვებისთვის ინტეგრალური მნიშვნელობის მინიჭებას. ასე რომ ეს ასევე დაკავშირებულია სიტყვების გაშვებასთან, წერილობითი ფორმის გაშვებასთან, თუ ეს ასეა, რადგან მთავარანგელოზი გაბრიელი ასევე დიდად არის დაკავშირებული წერასთან, არა მხოლოდ დიალოგთან. ამიტომ საჭიროა გაიხსნა და მოემზადო ამისთვის ყველაფერი, რაც უკავშირდება გახსნას, გამოხატვას, ჭეშმარიტებას, იმას, რასაც შენ გამოიტან პირადი შემოქმედებიდან, რაც ასევე შეიძლება სხვებს გამოადგეთ რაღაცნაირად, არა? ამიტომ კარგია ასევე ყელის ჩაკრის გაწმენდა, გაბრიელის გამოძახება და მის ძალაზე მედიტაცია, რომელიც ხსნის და გადალახავს ნებისმიერ ბლოკს. მათ შორის ვინმესთან კომუნიკაციის ბლოკსაც. უნდა უყუროთ, როგორ ბრუნავს ის ყელის ჩაკრა, რომელიც ყელის დონეზეა მოთავსებული ლამას ცისფერ შუქზე და იქ იყრის თავს სიმამაცეც, არა? თუ საჭიროა სიმართლის სათქმელად და მერწყულს ეს ასეც ესმის. რათა ადამიანებმა, რომლებიც შენკენ მოდიან, ისაუბრონ სიმართლით კონკრეტულ სიტუაციაში. ან ამის პროექცირება მოახდინოს სხვა ადამიანის მიმართ. ასევე ეს არის მომენტი, როდესაც მერწყულმა უნდა დატოვოს უკან ნებისმიერი ძველი შიში და პირისპირების შესახებ და დაიცვას საკუთარი თავი ამიერიდან. ანუ თუ ვინმესთან უნდა მიხვიდე, თუ ვინმესთან უნდა ისაუბრო, უფროსთან ან ადამიანთან, რომელზეც ფიქრობ, არ ვიცი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან საუბარი, მეშინი ამ ადამიანთან ლაპარაკი, არაკომფორტულია ჩემთვის ამ ადამიანთან საუბარი, შეგრძნებები, რომლებიც შეიძლება გქონდეს ამ ადამიანთან საუბრისას, რომლებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეიძლება იყოს, შეიცვლება მთავარანგელოზ გაბრიელის ჩარევით. ნახოთ, რისი თქმა უნდათ ახლა ანგელოზებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს კითხვები ყოველთვის ზოგადია. თუ გინდა შენი კონკრეტული შემთხვევა განიხილო, შეგიძლია ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარო. კონსულტაციის დაჯავშნას კი ვებ-გვერდის მეშვეობით შეძლებ. შენ ყოველთვის ხედავ მისამართს აქ ვიდეოში და ასევე გაქვს დამაგრებული კომენტარი. დამაგრებული კომენტარი შენს ნიშანთან. რათა პირდაპირ გადახვიდე იმ ბმულზე, რომელსაც იქ ხედავ და წახვიდე გვერდზე, სადაც შეძლებ აირჩიო შენთვის სასურველი კითხვა. კარგი, ვნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა ანგელოზები, მთავარანგელოზები, ამ ჭეშმარიტების მეშვეობით, მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. მთავარანგელოზი მიქაელი ასევე გვესაუბრება სიმართლეზე და ამავდროულად მოაქვს სამართლიანობა. რა ძლიერია შენი ენერგია მერწყულო. მთავარანგელოზ მიქაელს მოაქვს ხმალი ხმლების ტუზის მეშვეობით
ხმლების ტუზი ფანტასტიკური კარტია. ეს არის კარტი, რომელიც მერწყულს შეესაბამება იმ ელემენტის გამო, რომელსაც ის ამოძრავებს, ეს არის ჰაერი. იცოდე, რომ აქ არის კომუნიკაციის პრობლემა, რომელიც გვარდება, ეჭვი არ მეპარება. და სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან ნაჩხუბარი უნდა იყო. ან ამ ადამიანის ცხოვრებიდან დაბლოკილი, არამედ არის რაღაც, რაც აუცილებელია მოგვარდეს კომუნიკაციურად ან წერილობით, როგორც იქნება, რადგან ინფორმაცია, რომელიც შენამდე უნდა მოვიდეს, უნდა იყოს შენს მიერ მიღებული ისეთი ადგილიდან, რომელიც შენს ცხოვრებას მოუტანს ჰარმონიას, უპირატესობას და წარმატებას. ამიტომ ეს არის სამსახურის კომუნიკაცია, ინტერესის სფეროში მყოფი ადამიანის კომუნიკაცია, ნამდვილი კომუნიკაცია, რომელიც მერწყულს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე შეესაბამება მის სიმართლეს და მის სამართლიანობას, რადგან შენ გაქვს სამართლიანობის კარტი. ყველაფერი, რაც აქედან მოყოლებული მოხდება ამ მომდევნო დღეებში, შენთვის იქნება ძალიან ხელსაყრელი. მე ვიტყოდი, რომ გამონაკლისის გარეშე ხელსაყრელი, რადგან ყველა ის დაბრკოლება, რომელიც დღემდე შენ გრძნობდი, რომ გიშლიდა ხელსამაში, არა, რაც დასაწყისში გითხარი. სიმართლემდე, კომუნიკაციამდე, სიახლემდე, ინფორმაციამდე, დაახლოებამდე, რაც არ უნდა ყოფილიყო, ქრება. ყველაფერი, რაც შენ წინსვლაში გიშლიდა ხელს, სრულდება და მეტიც. ასევე გვარდება კომუნიკაციის პრობლემა, რაც შენ დიდ უპირატესობას განიჭებს იმ შედეგებთან შედარებით, რაც დღეს შენს ცხოვრებაში გაქვს. და შენ გაქვს სამართლიანობის კარტი. რა გითხრა? სამართლიანობის კარტი არის კარტი, რომელიც განსაზღვრავს სიტუაციებს თანასწორობის პოზიციიდან, ძალიან ხელსაყრელი მოგვარების ადგილიდან, ასე რომ ის გეუბნება, რომ არ დანებდე, რადგან სამართლიანობა ათანაბრებს, ალაგებს და აბალანსებს ყველა იმ სიტუაციას, რომელიც ამ მომენტში მერწყულის სასარგებლოდ არ არის, ან რაღაცნაირად აფერხებს რაიმეს წარმატებას. ასე რომ რაღაც სასტიკად გვარდება. სასტიკად და იდეალურად ერგება შენ სურვილს. შენ გაქვს მონეტების რაინდი. მონეტების რაინდის კარტი არის კარტი, რომელიც პირდება პროგრესს, პირდება სამუშაოს, პირდება ვალდებულებას, ერთგულებას, ნდობას. ანუ შენ იწყებ იმის გააზრებას, რომ ამის წყალობით იწყებ განვითარებას იმ სამსახურში, რომლისკენაც ისწრაფი იმ პროგრესში, იმ პირად პროექტში, რომელიც გონებაში გაქვს, ან რომელსაც უკვე ავითარებ, რომელიც შეიძლება იყოს სიტყვაზე დაფუძნებული, წერაზე დაფუძნებული, იმ საკითხებზე დაფუძნებული, რაც უკავშირდება მუდმივ შრომას, რაღაცას, რასაც დიდი ხანია აკეთებ ჩართულად და პასუხისმგებლობით, რადგან სამართლიანია შენთვის, რომ ამან მოგიტანოს სარგებელი და რომ ეს სარგებელი განაგრძობდეს გაფართოებას დროში. და შენ ხედავდე, რომ დღით დღე, როგორც კი ამაზე მუშაობ, იზრდება შენი ვალდებულება და იზრდება შენი ჯიბე. ასე რომ მონეტების რაინდი მეუბნება, რომ ვიღაც ასევე შეიძლება იყოს ძალიან გულკეთილი შენს მიმართ, იმის მიხედვით, თუ რა მოაშენამდე სათქმელად, კომუნიკაციისთვის, შეთავაზებისთვის, შენთან ერთად დასაგეგმად, გასაკეთებლად, ისევე როგორც შეიძლება იყოს ვალდებულება და ერთგულება, რომლის ქონაც ადამიანს სურს შენთან ურთიერთობის დონეზე. ეს ნელია, დიახ, მაგრამ ძალიან საიმედოა. ნელია, რადგან მონეტების რაინდები არიან ენერგიები, რომლებიც მოძრაობენ უსაფრთხოებაზე, კონვენციურზე, იმაზე, რაც არ იძლევა ეჭვის შეტანის საფუძველს. ამიტომ დროს ანდომებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არის ჩართული. სხვათა შორის 100% ჩართულია და შესაძლებლობას იძლევა გაგრძელდეს ურთიერთობა დროში და სივრცეში შენთვის და იყოს რაღაც ძალიან ვალდებულებითი და ძალიან ერთგული. მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი იწყება იმ საუბრიდან, ან იმ შეთანხმებიდან, ან მოლაპარაკებიდან და იმ ბალანსიდან, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს პროექცირდება დროში დიდი ვალდებულებით, დიდი უსაფრთხოებით შენთვის და მნიშვნელოვნად ზრდის შენს მოგებას. ასე რომ უნდა მოვიხსნათ საუბრის, განხორციელების, თქმის, შენი იდეების გაზიარების შიში, რადგან შეიძლება ასევე იყოს, რომ შენ გაქვს იდეა, რომელიც არ გაგიზიარებია და ახლა ამის დროა. შეიძლება ასევე იყოს მომენტი, რომ გააზიარო შენი გადაწყვეტილებები, რადგან სამართლიანობა ასევე არის კარტი, რომელიც გვესაუბრება გადაწყვეტილების მიღებაზე, გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან სამართლიანია შენთვის და სამართლიანია სხვა ადამიანებისთვის. ასე რომ ეს ყველაფრის განხორციელების მომენტია. ნახოთ, რას გვეუბნება ახლა კარტები. კარგი თასების ორიანი. კავშირის, პარტნიორობის, ვალდებულების, მსგავსების, სხვა ადამიანთან განვითარების, ზიარების, ვალდებულების კარტი, რომელიც დგინდება და რაღაცები იცვლება ეფექტურად. კარგი, ისევ სამართლიანობა, ორმაგი სამართლიანობა.
შენ გაქვს სამართლიანობა ასევე იმაში, რაც შენთვის ხელსაყრელი იქნება კონკრეტულად იურიდიულ საკითხებში, არა? შესაძლოა შენ მუშაობ იურიდიულ საქმეებზე, ეს იყო შენი პროფესია, შენი დავალება. და მაშინ შენ იქნები გზაუფხიზლებული. რადგან შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ ბოლო დროს გქონდა დაბრკოლებები შენ სამსახურში განვითარებისას. გქონდა უხერხულობა რაიმე ტიპის პროექტის წინწაწევისთვის, კლიენტისთვის, საბუთისთვის, რადგან არის ჩამოხრჩვალის კარტი. მაშინ ის, რასაც შენ ამბობდი, როდის შეუძლებ ამის დაძლევას, რადგან ჩემთვის ეს უკვე არ არის მსხვერპლშეწირვა. შესაძლოა ამან განაპირობა კარგი კლიენტის დაკარგვა ან სხვა საქმეების დაგვიანება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ჩანს, შენ მოიგებ ბევრად მეტი, რადგან ჩამოხრჩვალი არის მაცნე იმისა, რომ შენ ასევე ასწორებ იმ სამართლიან და აუცილებელ ჯილდოს ამ მომენტში, რომელიც განიჭებს სხვა ადამიანთან სიახლოვეს, რომელიც დაგეხმარება და მხარს დაგიჭერს ამ მომენტში, ისევე როგორც სიახლოვეს იმ ადამიანთან, რომელიც ასევე ვალდებულებას იღებს. რადგან ეს მონეტების რაინდი დაგიკავშირდება ამ კავშირში არა ემოციურ დონეზე, თუ შენ წყვილში ხარის გამბლოკვა ან ის კომუნიკაციის უქონლობა ან კოორდინაციის ნაკლებობა, რაც იწვევდა ურთიერთობაში გაჩერებას, დიალოგის არარსებობას და ახლოების შესაძლებლობის არ მიღებას, არა? კარგი, ეს ყველაფერი იწყებს ცვლილებას. შენ ხედავ, როგორ მიდის საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე, როგორ იცვლება კავშირი უფრო ახლო, უფრო სტაბილური და უფრო ჰარმონიული ზიარებიდან, რადგან თანხმდებით გარკვეულ საკითხებზე, რაზეც ადრე არ თანხმდებოდით. შენ ასევე უნდა იყოს შეგნებული, რომ იყო ემპათიური სხვა ადამიანის მიმართ. იყო დამთმობი რამდენადაც შესაძლებელია. და არ გინდოდეს მხოლოდ შენი თვალსაზრისით როგორც ერთადერთი მართებულის ან აბსოლუტურის დაფიქსირება. არამედ ასევე მიიღო სხვა ადამიანის თვალსაზრისი და მისცემა ძალმოსილება. იგივე თუ საუბრობთ მერწყულზე, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს ან ერთიანდება ან იზიარებს სამუშაოს სხვა ადამიანთან თანასწორობაში, პატივისცემასა და ვალდებულებაში. რაღაც რაც ასევე პროეცირდება მომავალზე ვალიდური ზრდისთვის შენ საქმიანობაში, ვალიდური შენს კარიერაში ან პროფესიაში. რაღაც დაალაგდება და არ არსებობს ადგილი, რომ არ დაალაგდეს. თუ შენ ფიქრობდი, რომ ცხოვრებამ ცუდი ხუმრობა გითამაშა, რადგან არ იღებდი, ანუ იმ უკავშირს, რომელიც შენს ქმედებებს მოელი, მე შემიძლია დაგარწმუნო, რომ ახლა ახლოდან გაეცნობი იმას, თუ რა არის სამართლიანობის რეგულირება, რადგან ის ორმაგია. ასე რომ შენ იღებ შენს მოსავალს, შენ იღებ შენს ნათეს და ვინ შენთვის ზიანის მოყენება სურდა და დაგვიანებები მოგიტანა ზოგიერთ საქმეში. რადგან დაგაკავა ზოგიერთი შენი ოცნება და პროექტი, ასევე დაზარალდება, მაგრამ არა ისე როგორც შენ, არამედ ძალიან განსხვავებულად, არა? იმ ადამიანს შესაძლოა შეექმნას პრობლემები, რადგან იმ ადამიანს მოვა დაგვიანებები, იმ ადამიანს გაურთულდება საქმეები და შენ, რა თქმა უნდა, იქნები მეორე მხარეს. ეს არ ნიშნავს, რომ შენახტენ ამის პროექციას ან ნატრობ, არამედ ეს მარტივია, ეს არის მიზეზ შედეგობრივობის კანონი. ვიღაცამ შესაძლოა განზრახი მოქმედა ისე, რომ შენ ვერ დაგესრულებინა სამუშაო, ვერ მისულიყავი კლიენტთან, ვერ დაკავშირებოდი ამ ადამიანს, ან იმ ადამიანს არ შეეძლო შენთან მოსვლა, ან იმ კლიენტს არასდროს შეეძლო შენთან დაკავშირება და შესაძლოა მან ეს მიზანმიმართულად გააკეთა. მაგრამ ზემოთ ყველაფერს ხედავენ და დღეს შემიძლია დაგარწმუნო, რომ კარმა იქ არის კუთხეში მომდგარი იმ ადამიანისთვის, ასე რომ მოემზადონ ისინი, ვისაც მოსამზადებელი აქვთ. მერწყულო მოემზადე ოქროს მომენტის, სიყვარულის, გაგების, თავსებადობისა და ბევრი კორექტირების მომენტის განსახორციელებლად. რადგან კორექტირება მოდის არა მხოლოდ სიყვარულის ხელით, არამედ ის ასევე მოდის ეკონომიკის სიმართლის ხელით. ანუ ეს სიმართლე მოიტანს კორექტირებას, ეს სიმართლე მოიტანს სამართლიანობას, ეს სიმართლე მოიტანს ერთობას, ვალდებულებას, მერწყულის აღიარებას სხვა ადამიანის მხრიდან, იმის აღიარებას, რომ შესაძლებელია ცხოვრების გაზიარება, რომ მსხვერპლშეწირვამ შენთვის რაღაცნაირად ტრანსფორმაცია მოგიტანა. პირადად შენთვის, მაგრამ ასევე გარდაქმნა სხვა ადამიანი, რომელმაც იგრძნო შენი ნაკლებობა პირადი ინტიმური კუთხით, მაგრამ ასევე სამუშაო კუთხითაც, რადგან ესეც შეიძლება ყოფილიყო, არა? კარგი, მე ავირჩიე სხვა ადამიანი, რომელიც არის ის, ვინც ხედავ, რომ რაღაცნაირად მერწყულის შეწუხება სურდა და იმ ადამიანსაც საკმაოდ ცუდად წავიდა საქმე. იმიტომ ის ადამიანი უკან გიბრუნდება და შენ მას არ იქვამ როგორც შენს კლიენტად ან მყიდველად, ან იმ ადამიანად, რომელიც შენთან არის სამუშაო გარემოდან, რადგან ის შენთვის იყო განკუთვნილი. და ამის დაკარგვა შენთვის დიდი მსხვერპლი იყო.
დაიკარგა ფული, დაიკარგა დრო, ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ ცხოვრება გიხდის დიდებულად ყველა იმ დანაკარგისა და ყველა იმ შეფერხებისთვის, რაც უსამართლობით იყო გამოწვეული. აქ მთავრდება უსამართლობა, ამას დაგიდასტურებ, რადგან ჩამომხრჩვალი არის კარტი, რომელიც გვესაუბრება ამაზე, არა? შეზღუდვის მომენტი, მსხვერპლშეწირვის მომენტი, რომელიც ტრანსფორმაციასა და გაგებაში გადადის. ეს არის ისეთი, როგორც თქვა, კარგი, ეს ყველაფერი რაც ჩემთვის იყო რაღაცნაირად სტაგნაციისა და ლოდინის მომენტი, მე პირადად მერწყულობ, მაიძულებს ბევრი რამ გავაცნობიერო. და თუ ჩვენ საუბრობთ მსჯავრის გამოტანაზე, რადგან სამართლიანობა ჩამოხრჩვალის გვიბიძგებს ამისკენ, გვიბიძგებს ველოდოთ მოქმედებამდე და დავაკვირდეთ მსჯავრის გამოტანამდე. შენ ეს გააკეთე, ამიტომაც ხდება მსჯავრის გამოტანა. ასე რომ ჩვენ ვაძლევთ საქმეებს იმის საშუალებას, რომ მიყვეს ბუნებრივ კურსს. რაღაცნაირად იქნება არც კი შეამჩნია, რომ მთელი ეს უარი და შენი მოქმედება გიჩვენებს ამ ყველაფრის ასპექტებს და გაკორექტირებს შენს რეალობასთან. ამიტომ დღეს ცხოვრება გეუბნება, დარჩი შეგნებული და დარჩი ამ ყველაფრისადმი მიძღვნილი, რადგან კომპენსაცია სასტიკია, პირდაპირი გაგებით სასტიკია, იმის გათვალისწინებით, რისი მიღებაც შეგიძლია ამ ყველაფრიდან. შესანიშნავი მოლაპარაკება, შესანიშნავი შეთანხმება, შესანიშნავი ურთიერთობა, რადგან აშკარად არის თასების ორიანი. სამართლიანი იყო, რომ ადამიანი შენთან ყოფილიყო. დიახ, ეს იყო წესრიგის, ასე ვთქვათ, არა? ეს არის შეხვედრა ამ პარტნიორთან, ეს არის შეხვედრა იმ ადამიანთან, რომელიც სრულყოფილად გავსებს, რაც მე ვგრძნობ, რომ არის რაღაც, რაც ნამდვილად შენთვის არის განკუთვნილი. ისინი ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ, ერთად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ცალ-ცალკე, ერთმანეთს აკმაყოფილებენ, აქვთ იგივე გემოვნება ან ღირებულებები ან იმპულსები და ერთი მეორეში აირეკლება და ერთმანეთს ირჩევენ. ასე რომ ისინი ერთიანდებიან და აძლიერებენ ერთმანეთს. შთამბეჭდავია. ნახოთ, რას გვეუბნებიან ახლა რიცხვები, სახელმძღვანელო რიცხვები, მთავარი რიცხვები მერწყულო. ამ სიტუაციაში ბევრი სიმართლე იქნება, რაც ასევე გამოგიყვანს ეჭვებიდან და ბლოკებიდან. რიცხვი 26, შენ გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და თავს ასე იგრძნობ, რადგან მიაღწევ რაღაცა შენი სამუშაოდან, რომელიც შენს სასარგებლოდ და სხვების სასარგებლოდ მუშაობს. შენ ინტუიციურად აცნობიერებ, რომ ხალხს უყვარხარ, ჭირდები. იმისთვის, რომ იმუშაო, რომ მათ მისცე შენი მომსახურება, რომ მათ გადასცე შენი პროფესიონალიზმი. კარგი, ის რაც ხალხს შენგან სურს, არის ის, რომ შენ მათ ასევე მისცე უფლება, იპოვონ ინოვაციური გადაწყვეტილებები მათ დასახმარებლად. კარგი, მე მგონია, რომ აქ საუბარია მერწყულის სამუშაოზე კონკრეტულად, ასე რომ ისინი განიხილავენ შენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის. მოდი ვენდოთ და დავადგინოთ, რომ ეს მოხდეს მერწყულო. ყველა კურთხევა შენ დღეს და მუდამ.